მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მეხუთე ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთ მტაცებელზე, რომელსაც ქვია ფოცხვერი. და კიდევ ჩემი 1000 გამომწერი საპატივცემოთ მინდა გავთამაშო რაღაცა საინტერესო ნივთები, რომელიც გადაეცემა ჩემს ერთ-ერთ გამომწერს. ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, რომ გაიგოთ გათამაშების დეტალები. ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უნდა ვისაუბროთ საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთ მტაცებელზე, რომელსაც ქვია ფოცხვერი. ასევე ჩემი არხი გადასცა 1000 გამომწერს, რაც ძალიან მახარებს და მინდა რომ ამ 1000 გამომწერიდან ერთ-ერთ გამარჯვებულს გადავცე საჩუქრები. ჯერ ვისაუბროთ ფოცხვერზე, შემდეგ უკვე გავათამაშოთ ნივთები. ფოცხვერი გავრცელებულია საქართველოში, ის ბინადრობს მთიან რეგიონებში, სვანეთში, რაჭაში, თუშეთში, ხევსურეთში და სამცხე-ჯავახეთში. უყვარს ტყიანი ადგილები და კლდოვანი გარემო. ის არის ძალიან ფრთხილი და მარტოსული, ანუ დადის ძირითადად სულ მარტო. გლები ხო დადიან ხროვებად, მაგრამ ეს დადის მარტო. ძირითადად გამოდის ღამე და ნადირობს ღამე. მისი ძირითადი საკვები არის პატარა ძუძუმწოვრები, როგორიც არის კურდღელი და მღრღნელები. ის გამორჩეულია თავისი ნადირობის სტილით, არის ძალიან ჩუმი და ნადავლს მიეპარება ნელ-ნელა და ძალიან ჩუმად. ის არის ძალიან სწრაფი და აქვს ძალიან დიდი ნახტომი, დაახლოებით 3-დან 4 მეტრამდე შეუძლია გადახტომა. ნელ-ნელა უკვე საფრთხეში ვარდებიან, რადგან ძირითადად საქართველოში ტყეები იჩეხება, ადამიანები მასზე ნადირობენ და საკვების ნაკლებობაა ტყეში. ფოცხვერი არის წითელ წიგნში შეყვანილი, ანუ მისი მოკლა არ შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცოტაა უკვე დარჩენილი. ფოცხვერს აქვს ძალიან კარგი სმენა, მისი ყურებიც გამორჩეულია, რაღაცნაირი ლამაზია და ძალიან დიდ მანძილზე შეუძლია რომ გაიგოს თუნდაც მოძრაობა და ასევე კიდევ ყნოსვაც ძალიან კარგად აქვს განვითარებული და შორი მანძილიდან უკვე გრძნობს ნადავლის სუნს და ასევე ადამიანის სუნსაც. მისი ნახვა ზოგადად ძალიან რთულია, იმიტომ რომ გახიზნულია ძალიან შორს ტყეში, ან კლდეებზე, ძალიან მოშორებით უყარს ადამიანებისგან ცხოვრება, ამიტომ ადამიანს ძალიან იშვიათად ხვდება და მსგავსი ფაქტი ძალიან იშვიათი ყოფილა. ახლა ვისაუბროთ, თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ ფოცხვერს შევხვდით, არ უნდა ვინერვიულოთ და რაღაც არ უნდა დავიძაბოთ, იმიტომ რომ ის ადამიანს არ ერჩის და ცდილობს ყოველთვის რომ გაიქცეს და მოერიდოს. ფოცხვერი არის ძალიან ფრთხილი და მორიდებული ცხოველი. თუ რაღაც საფრთხეში არ გრძნობს თავს, ან ჩვენგან რაღაცა საფრთხეს არ იგრძნობს, ამ შემთხვევაში აგრესია გამორიცხულია რომ გამოავლინოს. ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ არის ძალიან შეშინებული, ან რაღაც ხაფანგში თუა დაჭერილი ის ადამიანების მხრიდან, ან კიდევ თუ იმყოფება შვილთან ერთად. ფოცხვერს თუ შევხვდით, უნდა შევინარჩუნოთ პირველ რიგში სიმშვიდე, არ უნდა დავიწყოთ ყვირილი და რაღაცა პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენი სწრაფი მოძრაობები შეიძლება აღიქვას თავდასხმად და გადმოვიდეს შეტევაზე. უნდა დავრჩეთ მშვიდად და ნელ-ნელა დავიხიოთ უკან. შეეცადეთ რომ ფოცხვერთან შეხვედრის დროს თავი იგრძნოს მშვიდად. როგორც წესი ის თვითონვე გაგვეცლება და თვითონვე მოგვერიდება. თუ ფოცხვერი შვილებთან ერთად იმყოფება, არ მიეკაროთ და არ მიუახლოვდეთ ახლოს, იმიტომ რომ ის იგრძნობს საფრთხეს და აუცილებლად წამოვა შეტევაზე. თუ მოხდა ისე რომ ფოცხვერთან ძალიან ახლოს აღმოჩნდით, ამ შემთხვევაში უნდა წარმოვაჩინოთ თავი დიდი. მასთან შედარებით. ეს ტექნიკა არის ძალიან კარგი, რომ გავლენა ვიქონიოთ მასზე, თავი უნდა მოვაჩვენოთ დიდი მასთან შედარებით და როგორც მგელთან და სხვა ცხოველებთან,
ფოცხვერთანაც ანალოგიურად შეგვიძლია რომ რთუკი გვეცმევა თუ სხვა რაიმე ტანსაცმელი, შეგვიძლია ეს ტანსაცმელი გავშალოთ და უფრო დიდი გამოვჩდეთ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეეშინდება უფრო მეტად და დიდი შანსია იმის რომ დაფრთხეს და აგრესიაზე არ წამოვიდეს. ასევე ერთი კარგი ვარიანტი არის თვალი-თვალში გავუყაროთ და არ მოვაშოროთ თვალი. იმიტომ რომ უფრო მეტად თავდაჯერებულები გამოვჩდებით და მეტი შანსი გვექნება რომ აგრესია არ გამოავლინოს. თუ ვიცით რომ ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც ეს ცხოველია გავრცელებული, უნდა ვიაროთ მაქსიმალურად ხმაურით. ანუ უნდაც ხმაურიანი ნაბიჯებით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მას ძალიან კარგი სმენა აქვს და შორიდანვე გაიგებს ჩვენ ხმას და ეცდება რომ მოგვერიდოს და ნაკლები შანსი იქნება იმის რომ გადავეყაროთ მას. მოკლედ მეგობრებო, ფოცხვერი არის ძალიან მშვიდი ცხოველი და ცდილობს ყოველთვის რომ მოგვერიდოს და თუ დაგვინახა აგვიაროს გვერდი. ამიტომ რაღაცა აგრესიას ნუ გამოვიჩენთ და ისე არ გავაკეთოთ რომ რაღაცა საფრთხე იგრძნოს ჩვენგან და შეტევაზე წამოვიდეს. ახლა რაც შეეხება გათამაშებას, მე გავათამაშებ საინტერესო ნივთებს. ეს ვიდეო ზოგადად გათამაშებისთვის მინდოდა, მაგრამ ფოცხვერიც საინტერესო ცხოველია ძალიან და მინდოდა რომ რაღაცა პატარა ინფორმაციაც გადმომეცა თქვენთვის. ახლა გაჩვენებთ ნივთებს, რა ნივთებს გავათამაშებ და წესებსაც აგიხსნით თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ნივთები ასე ვთქვათ ჩვენ მოვიგოთ. პირველ რიგში მადლობას გიხდით რა თქმა უნდა 1000 გამომწერი ძალიან სამოტივაციოა ჩემთვის და ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. რა თქმა უნდა მე გავაგრძელებ ისე ვიდეოების ჩაწერას. შემდეგ ვიდეოში უკვე დავიწყებ ისე ჩვეულ რიტმში როგორც ვაკეთებ ხოლმე საინტერესო ხრიკებს გაჩვენებთ და საინტერესო ადგილებსაც. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი პატარა ცელოფანში არის მოთავსებული რამოდენიმე ნივთი და გადაეცემა გამარჯვებულს. ახლა გაჩვენებ თუ რა ნივთებია. ერთი ნივთი დამჭა სამწუხაროდ, მაგრამ მონათდება ეხა თუ რა ნივთია. ხელის სამაჯურია, რომელზეც არის განთავსებული კომპასი და ასევე საშტველი. მოკლედ, პირველი არის აი ესეთი რაღაცა. ერთი მე მაგ სახლში წინა ვიდეოში გამოვიყენე კიდევაც. მეორეც მქონდა და აი ამასაც გავათამაშებ, ეს არის ძალიან თბილი. ამას როდესაც თავზე გაიკეთებთ, შეინარჩუნებთ სითბოს და ყურებიც დაცული გექნებათ და სახეც. პირველი არის ეს. მეორე არის აი ესეთი ფანარი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი განათება, შორმანძილზე ანათებს, დაახლოებით 2-3 საათი ძლებს და აქვს 3 რეჟიმი. ანუ 2 რეჟიმი აქვს ეს. ერთი დიდი განათება, მეორე პატარა და მესამე ციმციმა განათება. მეოთხე ეს. ეხლა დღეა და არ ჩანს კარგად, მაგრამ ძალიან კარგი განათება აქვს, გამოყენებული მაქვს. ხამე გავტესტე და ძალიან შორმანძილზე ანათებს და კარგად ანათებს. შემდეგი არის მეგობრებო, აი ესეთი რაღაცა. როდესაც პატარა ქურა თუ გაქვთ სალაშქრო, ამას რო შემოუდგავთ, ქარი როცა იქნება, დაცული იქნება იმისგან, რომ ცეცხლი არ დაკარგოს და მარტივად აადუღოს წყალი ან მოამზადოს საკვები. ასევე გასცად შეინარჩუნებს და ეკონომიას გააკეთებს. ესეც კარგი რაღაცაა ძალიან. შემდეგი არის მეგობრებო, აი ესეთი ხის საჭრელი, პატარა ზომის ტოტებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. აი ესე ტოტს შემოახვევთ და ასეთი მოძრაობით შეგიძლიათ გაჭრათ, ძალიან კომპაქტურია, შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ და წაიღოთ ნებისმიერ ადგილზე. ხო. შემდეგი არის აი ესეთი ბინოკლი. ამას აწერია 4x20. ძალიან შორმანძილზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. თქვენ ან თქვენ მეგობარს თუ აქვს იარაღი, შეუძლია მოარგოს და გამოიყენოს როგორც სამიზნე. შეგვიძლია შორმანძილზე დაუმიზნოთ და გამოვიყენოთ ეს სამიზნე. ძალიან კარგი გარჩევადობაც აქვს სხვათა შორის. აქედან ეს აი ესენი ეხსნება, აქედან რეგულირდება მიზანი, რომ ზუსტად გაარტყათ მიზანში. შემდეგი არის აი ესეთი smart საათი, ძალიან კარგი ვიზუალის და ძალიან ბევრი ფუნქციით. ეს გავხსენი მე რომ მენახა რა ფუნქციები აქვს და მუშაობს თუ არა. მუშაობს, ერთი დღე ძლებს, ყველანაირი ფუნქცია აქვს, რაც smart საათს უნდა ქონდეს. წნევას ზომავს, გულისცემას ზომავს, ნაბიჯებს გვიზომავს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი რაღაცაა. თავისი სატენიც აქვს ამას. ესეთი სატენია.
დავტენით და გამოვიყენებთ. აპლიკაციასთან კავშირდება, თვითონ აქვს ამას აპლიკაცია, როდესაც ჩართავთ QR კოდს ამოაგდებს, ან მენიუში ნახავთ, იმ QR კოდს კამერას დაუმიზნებთ და თვითონ ლინკზე გადაგიყვანთ და გადმოწერთ უკვე აპლიკაციას. შემდეგი არის მეგობრებო მიკროფონი. აი ესეთი მიკროფონია. ნორმალური ხარისხის არის. პროფესიონალური არ არის, მაგრამ ძალიან კარგად ისმის ხმა. ამას ტელეფონში შევაერთებთ, iPhone-ის შესაერთებელი აქვს და შეგვიძლია ხმა ჩავიწეროთ. მოკლედ წესები არის უმარტივესი. ამ ვიდეოს კომენტარებში რაიმე კომენტარი უნდა დამიწეროთ, ვიდეო უნდა დაალაიქოთ და რა თქმა უნდა არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. აი ეს სამი წესია უმარტივესი, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ. შემდეგ ვიდეოს რომ დავდებ, გამოვავლენ გამარჯვებულს რენდომად, აპლიკაციის საშუალებით გამოვავლენ გამარჯვებულს და მე თვითონ გამოვაგზავნით თქვენთან აი ამ საჩუქრებს. ზოგი შეიძლება გამოგადგეთ, რომელიც არ გამოგადგება, შეგიძლიათ გადასცეთ ისეთ ადამიანს, ვისაც გამოადგება. ამით ეს ყველაფერი არ მთავრდება, მეგობრებო, მე ძალიან კარგ ნივთებს გავათამაშებ ხოლმე კიდე აუცილებლად, იმიტომ რომ აი თქვენგან რომ ხედავ ამ ხელა სითბოს და ამ ხელა დაფასებას, მეც ანალოგიურად დაგიფასებთ. ეს არის კიდე მცირედი, შემდეგში უკვე ძალიან საინტერესო ნივთებს გავათამაშებ, საჭირო ნივთებს გავათამაშებ და როგორც თქვენ დამიფასებთ, ისე დაგიფასებთ მეც რა თქმა უნდა ყველაფერს. კიდევ ერთი, შეგიძლიათ თუ გაქვთ 3 YouTube არხი, ან რამოდენიმე YouTube არხი, 3 YouTube არხის საშუალებით დააკომენტაროთ ვიდეოზე და დაალაიქოთ. ასევე თქვენ მეგობრებს გაუზიაროთ, რომ მეტი შანსი გქონდეთ გამარჯვების. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის და შემდეგი ვიდეო ველოდებათ ძალიან საინტერესო. ნახვამდის.